გერმანიის, იტალიის, გაერთიანებული სამეფოს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც გმობენ ისრაელის გეგმას ღაზაში საომარი მოქმედებების ესკალაციისა და ქალაქ ღაზის დაკავების თაობაზე. იზრდება საერთაშორისო ზეწოლა. ისინი ომის დასრულებას მოითხოვენ. ისრაელის ბოლო ქმედებებიც კი, რომლებსაც გასული 24 საათის განმავლობაში ვხედავთ, არასწორია. ამ ნაბიჯებით შესაძლოა დაირღვეს საერთაშორისო სამართალი. საერთაშორისო ძალები, მათ შორის ისრაელის მოკავშირეების, საფრანგეთი, გერმანია და კანადა კიდევ უფრო მეტად აკრიტიკებენ ომს მას შემდეგ, რაც რეგიონში მოსახლეობის შიმშილის შესახებ შოკის მომგვრელი ცნობები მიიღეს. რამდენიმე ქვეყანამ კოორდინირებული სახით დახმარება მიაწოდა ღაზას, რადგან ისრაელის ბლოკადა და შეტევა ხელს უშლის უსაფრთხო მიწოდებას, რაც შიმშილის კრიზისს უფრო მეტად ამძაფრებს. გაერო და ჰუმანიტარული ჯგუფები თვლიან, რომ დახმარების ამ სახით მიწოდება ძვირად ღირებული და საშიშია მცხოვრებლებისათვის. ამავე დროს ასე გაცილებით ნაკლები დახმარება მიეწოდებათ, ვიდრე სატვირთო მანქანებით. გაეროს უშიშროების საბჭომ გამოაცხადა, რომ კვირას ისრაელის გეგმებთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა გაიმართება.